კვარცის სარეკლამო სამსახური 293 44 05. რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად. მოგესალმებით, რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად. დღეს ოთხშაბათია და კვლავ ბატონ დათო გალეგაშვილს მასპინძლობს ეკონომიკის დოქტორი, ბატონი დავითი, კვლავ ჩვენი სტუმარია და ვიცი რომ გველოდებოდით ჩვენ გვაქვს ვეფხისტყაოსანზე და შოთა რუსთაველზე მის ავტორზე გადაცემების სერია და იმდენი გამოხმაურება, რაც აი ამ თემას მოყვა და ჩვენ გვიხარია ეს ძალიან, იმიტომ რომ ქართულს თავის გენეტიკური კოდი ვეფხისტყაოსანი აწუხებს, მისი იდუმალებით მოცული ავტორი, რომელსაც ჩვენ შევეცადეთ, რომ ნათელი მოგვეფინა მის ვინაობას და ვაგრძელებთ ამას დღესაც, ძალიან აქტუალურია ჩვენი მსმენელისთვის და ტელემაყურებლისთვის. ბატონ დათო, გადავიდეთ ჩვენ მესამე გადაცემაზე, რა კავშირი არსებობს ვეფხისტყაოსანსა და საქართველოს ისტორიულ სინამდვილეს შორის, მიყვება თუ არა თავის ნაწარმოებში აღწერილ სიუჟეტს ეს სწორედ ნაწილი და მართლა ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანებია ეს ნაწარმოები, ვით მარგალიტი ობოლი ხელი ხელს აგოგმანები თუ საერთოდ განყენებული ფანტაზიის ნიმუში. გამარჯობა, ქალბატონოია. მართლაც სასიხარულოა, რომ გამოხმაურება დიდია. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველები ისევ ძლიერად დგანან. ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია ჩვენ, ეს არის ვეფხისტყაოსანი, რომელიც შეიქმნა ქართველი დიდი ადამიანის მიერ და ჩვენ თქვენთან ერთად და ჩვენს მსმენელთან ერთად მივყვებით ჩვენი ისტორიკოსების დიდი მეცნიერების შრომებს, რომ იქნება აღმოვაჩინოთ, ვინ იყო ეს კაცი ნამდვილად. ჩვენ მოდით ძალიან მოკლედ შეჯამებას გავუკეთებ ორ გადაცემას, რომ აქედან დავანახოთ. ახლა შემოგვერთით, აი სწორედ საქმის კურსში გაყენებთ, რაზე ვისაუბროთ ის ორი გადაცემა. ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია ვეფხისტყაოსნის ავტორზე. ვიცით მისი სახელი შოთა, ზედწოდება რუსთველი და ვიცით მისი თანამდებობა მეჭურჭლეთ ოხუცესი. მოვიხილეთ იმ ეპოქაში, თამარის ეპოქაში, ვინ შეიძლება ასეთი კაცი ყოფილიყო და ვნახეთ, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკაზე გამოსახული შესამოსელით პიროვნება უძვირფასესი შესამოსელი არის და ჯვრის მონასტერში აღაპთა წიგნში ჩაწერილი შოთა მეჭურჭლეთ-ოხუცესი ერთი ადამიანია და მისი თანამდებობა და მისი შესამოსელი მიუთითებს, რომ ის უნდა ეკუთვნოდეს ერისთავთა საგვარეულოს, იმიტომ რომ მაშინ დავით აღმაშენებლის დროიდან ვიდრე გიორგი ბრწყინვალემდე 300 წლის განმავლობაში ჩვენ ვიცით 78 მინისტრი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა იყო ერისთავი. შემჭიდროვდა წესაძიებელი პიროვნებებისა, ასეთი საგვარეულოები იყო მაშინ 25, მათ შორის 5 იყო სომხური პროვინციების ერისთავებისა და ვნახეთ, რომ ამ 25-დან ქართული წარმომავლობის თუ სომხური? სომხურიც. და ხანდახან თორელები ფლობდნენ, ხან მხარგრძელები ქურთები იყვნენ მაგალითად, მაგრამ მაინც ისინი სომეხებს წარმოადგენდნენ. მე მინდა კითხოთ, თორელები და თარონელები ერთი და იგივე წარმომავლობის ადამიანები არიან? თორელები არიან თორიდან, ეს ბორჯომის მუნიციპალიტეტია, სამცხე-ჯავახეთშია, ეს ნანგრევები ამ ქალაქის არც ციხე ქალაქი იყო, ისინი თორს ფლობდნენ და ამიტომაც ქვია თორელები. ისევე როგორც ჯაყის ფლობელებს ერქვა ჯაყელები, რუსთავის ფლობელებს რუსთველები. და ამ 25 საგვარეულოში მარტო ერთ საგვარეულოში აღმოჩნდა სახელი შოთა, რომელიც მეორდებოდა სამჯერ. ერთხელ დავით აღმაშენებლის დროს, ერთხელ გიორგი მესამის დროს და ერთხელაც უკვე თამარის ეპოქაში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის ბაბუის მამა, ბაბუა და ჟულიშვილი. კი ბატონო, ჩვენ თხოვთ მაინც პირველი სლაიდი პროდიუსერებს რომ განათავსონ და რომ გავადიდოთ, ეს სლაიდი შედგება ორი ნაწილისაგან. ერთში არის ტერიტორია, რომელსაც ფლობდნენ აი სახელი შოთა რომ იყო ის საგვარეულო, ესენი არიან ჰერეთის ერისთავები. ამ სურათზე გამოსახული არის ჩვენ ხედავთ ორ ნაწილად, ორ ფერში ერთი ჰერეთის საერისთავო, ხოლო მარცხენა მხარეს ვიწრო ზოლივით რომ იყვება, ეს არის რუსთავის საერისთავო. და აი თამარის ეპოქაში 1191 წელს 12-ში 13-ში მოხდა ამ ორი საერისთავოს გაერთიანება. ჩვენ ამ საკითხს დაუბრუნდებით, როგორ მოხდა და რა მოხდა. მარჯვენა მხარეს აქ არის წარმოდგენილი უკვე სიამ საგვარეულოსი, ესენი არიან ჰერეთის მფლობელები. ვინ იყვნენ ჰერეთის მფლობელები? აქ ჩვენ უნდა გავიაროთ პატარა მიმოხილვა. საქართველო შედგებოდა
7 სამეფოსაგან. იცით ახლა თქვენ ეს ყველაზე კარგად 7 სამეფოდ განწესებული და ასე მეორდებოდა ქართლის ცხოვრებაში ბევრჯერ. რომელი სამეფოები იყო ესენი? ადრე რომ იყვნენ სამეფოები და მეფეები ხავდა და შემდეგ რომ დავით აღმაშენებელმა რომ გაეერთიანა სულ. ესენი არიან 3 ტაოელი მეფე, ტაოელი ბაგრატიონები, 3 სამეფო იყო ტაოში ჩამოყალიბებული, კახეთისა, ალვანეთისა, ქართლის სომხეთისა, ქვემო ქართლიდან წარმოვიდგინოთ და იყო ჰერეთისა. აი 7 სამეფოს გაერთიანება დავით აღმაშენებელმა დაასრულა თავისი უკვე მოღვაწეობის ბოლო წლებში და ბოლო სამეფო რომელიც მან შეიერთა ეს იყო ჰერეთის სამეფო. სწორედ პირველ სლაიდზე ჩვენ რომ დავინახეთ და კიდევ რო ვაჩვენოთ კარგი იქნება აქ არის მოცემული საგვარეულო იწყება და გავადიდოთ საგვარეულო იწყება გრიგოლ პირველისგან. ვინ არის ეს გრიგოლ პირველი? მას ყავდა 2 შვილი, ასათ პირველი და შოთა პირველი. ეს ასათ პირველი იყო მეფე, ოდესაც დავით აღმაშენებელს გაერთიანების პროცესში უკვე თავისი ნებით შეუერთდა, დატოვა მეფის ტიტული და გახდა უკვე ერისთავი და ერისთავი. აი ეს ასათი, სახელი ასათი, ჩვენ თუ ახლა გადავალთ ენათ მეცნიერების ასეთ დარგში ონომასტიკა რომ ქვია და სახელებს მიმოვიხილავთ, ჩვენ ვნახავთ რომ სახელი ასათი ეს არის ბაგრატიონთა წარმომადგენელი. მერვე საუკუნის მეორე ნახევარში დიახ ბაგრატიონებთან ტაო-კლარჯეთში მოხდა გარკვეული შეხლა შემოხლა და 2 ძმა იქიდან წამოვიდა, მათ შორის იყო ასათი და იყო ვარზავარდი. ეს ხდება მერვე საუკუნის მეორე ნახევარში. ისინი ჩამოდიან იპყრობენ ხორნაბუჯს, ხორნაბუჯიდან სპარსელს, სპასალარს გააძევებენ და ხდებიან ხორნაბუჯის მმართველები. თქვენ სურათზე ხედავთ რომ ეს ხორნაბუჯი დღევანდელი დედოფლის წყაროა არის შავად არის მოცემული. აი ეს ხორნაბუჯი გახდება ბაგრატიონების საერისთავოც, სამთავროც და როცა ერისთავები უკვე მეფეებიც ხდებიან ჰერეთისა, სამეფობასაც იკავებენ. ჩვენი ვიცით რომ ასევე ამ საგვარეულოში მოცემული სახელი შოთა ესეც ბაგრატიონებიდან მომდინარეობს, იმიტომ რომ ეს არის პირველი ქართველი მეფის აშოტიდან მომდინარე სახელი. აშოტი შემდეგ გადადის შოთაში. ჩვენ ხედავთ რომ საგვარეულოს ონომასტიკით გააჩნია ბაგრატიონთა საგვარეულოს სახელები. ეს ნიშნავს რომ ესენი ბაგრატიონთა გვერდითი შტო არიან. ჩვენ ამას იმიტომ ყვებით რომ ვეფხისტყაოსნის სიუჟეტს უახლოვდებით რომ დავანახოთ რომ ვეფხისტყაოსანი ანარეკლია ისტორიული სინამდვილისა რომელიც აგერ ჩვენ აგერ საქართველოს ისტორიაში ქართლის ცხოვრებაში გვხვდება. მესამე სახელი გრიგოლი საინტერესოა რომ ეს წარმოადგენს ფარნავაზიანთა საგვარეულოს. მირიან მეფის შვილი იყო გრიგოლი, რომელსაც ის ვახტანგ გორგასალის აი გარებიძაშვილი იყო რომ დავარქვათ, ვახტანგ გორგასალმა მასაც ჰერეთის ერისთავობა უბოძა. ესე იგი, ეს 3 სახელი, ერთი ფარნავაზიანებისა და მეორე ბაგრატიონებისა, იკვეთებიან სადღაც ჰერეთში, ესენი შეიძლება მამაკაცის ხაზი და ქალის ხაზი გაერთიანდა და რაღაც მომენტში ეს უკვე ერთ საგვარეულოდ შეიქმნა, იმიტომ რომ გრიგოლი შოთა ასათი, ეს მეორდება, 3ჯერ მეორდება ამ საგვარეულოში 100 წლის მანძილზე დაწყებული დავით აღმაშენებელიდან, ვიდრე მისული, როგორც ვთქვით, შოთა რუსთაველამდე. აი ამ სიაში შოთა რუსთაველი უკვე სულ ბოლოში მოიხსენიება. როგორ მიმდინარეობდა პროცესები დავით აღმაშენებლის შემდეგ? მან მეფეების ზოგი დაიმორჩილა, ცეცხლით დამახვილით ზოგი თვითონ შეუერთდნენ. ეს შოთას პაპის პაპა იყო ასეთი, ვინც თვითონ შეუერთდა და იქ ერისთავობა შეინარჩუნა. ძელზე გასვა და რკინის ხელით მართავდა. არისო მარტივი ადამიანი დავით აღმაშენებელი, ამიტომაც შეძლო ის რაც შეძლო. შემდეგ მოდის ასეთი რამ. 60-იან წლებში აი ამ ჰერეთის ერისთავები მოიხსენიებდნენ კოლონკელიძეები. აღმოჩნდა რომ დავით აღმაშენებლის შემდეგ აი ეს ბაგრატიონები ხორნაბუჯიდან გადადიან გიშში, გიში ეს არის დღევანდელ საინგილოს რომ უწოდებთ, ეს არის ჰერეთის უკიდურესი წერტილი და ისინი გიშიდან მართავენ თავის საერისთავოს. უკვე ბაგრატიონებზე გულისხმობდა ხორნაბუჯი არიან კოლონკელიძეები. აი ჩვენ რომ ნახეთ თალაგო კოლონკელიძე თლათ მოგონილი პერსონაჟი არ არის. ხო და ეს როგორ იყო იცით, თვითონ ჰერეთი რასაც ერქვა, იქ 4 საერისთავო შედიოდა. მანავში იყვნენ მანაველები, ვეჯინში იყვნენ გლონისთავიზეები, წირქვალერნი ასევე ერქვათ მათ და აი ეს ორნი კოლონკელიძეები და ბაგრატიონებიც იყვნენ, ოღონდ ამ 4-დან
მარტო ორი ხდებოდა ერისთავ-ერისთავი. ანუ მეფეს ჰქონდა უფლება თავის ნაცვალად, ანუ თავის მოადგილედ ამ კუთხეში და მხარეში, ჰერეთში და სხვა ასეთ ადგილებშიც და თავისი მის მიერ მოწოდებული ერისთავი წამოეწია ერისთავ-ერისთავად. თავარ გუბერნატორად თუ შეიძლება სმუნებულად ასე რომ ვთქვა და აქ მონაცვლეობა ხდებოდა ხან კოლონკელიძეები ხდებოდნენ პირველი პირები ამ ჰერეთში, ხან აგრატიონები. 60-იან წლებში მაგალითად გიორგი მესამე, როდესაც იბრძვის იქ სირიის, მესოპოტამიის, ერაყის მონაპირეებთან იქ ბრძოლა მიდის ანისისთვის და სომხური პროვინციებისთვის, იქ კოლონკელიძეებმა მას უღალატეს და 65 წლისთვის კოლონკელიძეები ჩამოაქვეითა და უკვე შოთას დიდი პაპა გრიგოლ მეორე წამოუწია და ერისთავ-ერისთავობა ჩააბარა. ეს საინტერესოა რომ ერისთავებს ჰქონდათ თავისი დროშა, გააჩნდათ საჭურველი, საყურე, ბეჭედი, ტანისამოსი, ანუ ისინი მართლაც მოადგილეები იყვნენ მეფისა იმ ტერიტორიაზე, მაგრამ როცა ჩამოართმევდნენ, ეს ყველაფერი გადაეცემებოდა და უკვე მეორე საგვარეულოს. ეს სახელმწიფო ატრიბუტაციას. ჩვენ თანდაყოლ ვყვებით ისტორიულ წყობას ჩვენი მაშინდელი საქართველოსი, რომ დავანახოთ მსმენელს, როგორ ხდებოდა ის, რაც ხდებოდა და ჩვენ ძალიან ახლოს მივდივართ ვეფხისტყაოსანთანაც. ჩვენ ნახავთ, როგორ მეორდება ბევრი რამ ის, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდებოდა. ეს პროცესი, აი გაერთიანებისა, რომელიც მე თქვენ სურათზე გაჩვენეთ, ხდება უკვე 1191-ში. რატომ ხდება? თბილისს ყავდა მაშინ ამირა. ეს ქართველი იყო, რა თქმა უნდა, იობის ძე, აბულასანი, ჩვენ თქვით, რომ ლურჯი მონასტერი მისი აშენებულია ანდრიას სახელობისა, იქვე არის ეკვტერი გიორგის სახელობისა. რატომ? იმიტომ რომ გიორგი რუსი მან ჩამოიყვანა. მას იმხელა ძალაუფლება გააჩნდა მაშინდელი სამეფო კარზე, ოდესაც მეფე მოეწვია უცხო. უკვე მეფეთ მოიწვია გიორგი რუსი, მას ამის შემდეგ ის დაინიშნა როგორც ნაცვალი, ანუ მოადგილე მეჭუჭლეთ უხუცესისა და მას შემდეგ შეუერთდება თბილისის საამირო, შეუერთდება რუსთავის საერისთავო. რუსთავის საერისთავოში შედიოდა რუსთავი, აი მარტყოფი მონასტერი რომ არის იქ აი ეს ტერიტორია, შემდეგ თბილისის მტკვრის მარცხენა სანაპირო მთლიანად გარდა ისინი აი კლდეებისა, რომელიც თქვენთან არის, ლილო, სამგორი, დამთავრებული გლდანით და დიდუბით და მთელი ამ ტერიტორიებით. უზარმაზარ ტერიტორია, არა ბატონო. რუსთავი იყო გაცილებით დიდი ტერიტორია, ახლა როცა ნახევარი თბილისი იქ შედიოდა და მთავრდებოდა არაგვის ხეობაში ჟინვალში. რუსთავიდან ჟინვალამდე და სწორედ მაშინ ხდება პირველად როდესაც ორი სანაპირო მტკვარისა თბილისში ერთიანდება ერთი ხელისუფალის ქვეშ. შემდეგ მოხდება ისე რომ გიორგი რუსს გააძევებენ, დავით სოსლანზე მოხდება გათხოვდება ასე რომ თქვათ ოსთა მეფეზე, მეფის სულზე, ჩვენი დიდი თამარი მეფე და გიორგი რუსი და აბულასანი აჯანყებას მოუწყობენ თამარს. წარმოვიდგინეთ რომ ასეთი რამ მოხდა უკვე 1191-ში. კოლონკელიძეებიც აჯანყებულისკენ იხრებოდნენ და ვინაიდან ეს კოლონკელიძეები 1165-ში ჩაანაცვლეს ბაგრატიონებმა, შემდეგ ბაგრატიონებმა ამ შოთას პაპის მამამ გრიგოლ მეორემ დაუჭირა მხარი დემნას აჯანყებას 1178-ში და აჯანყებულებს მხარი დაუჭირა, მაშინ მას წაართმევენ ერისთავ-ერისთავობას და ისევ კოლონკელიძეებს დაუბრუნებენ. ახლა რო კოლონკელიძე აუჯანყდა, ამას წაართმევენ და ისევ ბაგრატიონებს დაუბრუნებენ და სწორედ ამ დროს სამეფო კარზე დიდი თამაშები. აი, რასაც ჩვენ ხედავთ ახლა ლეგიტიმაციის თვალსაზრისით დღევანდელ საქართველოში ანალოგიური პირობები იყო მაშინაც. ეს ლეგიტიმაცია დიდი მნიშვნელობა გააჩნია ვეფხისტყაოსნისთვისაც და საქართველოს თხრობისთვისაც და ამასაც მოგახსენებთ. რა ხდება და ახლა უახლოვდებით უკვე ჩვენ იმ მდგომარეობას, რომ ნელ-ნელა მივუახლოვდეთ ვეფხისტყაოსანს. სიუჟეტს. 1166-ში დაიბადება შოთა რუსთაველი. თამარი და ასე ზუსტად თარიღი საიდან ჩამონათვალში, ანუ ქართლის ცხოვრებაში. ქართლის ცხოვრებაში ეს არ წერია, რა თქმა უნდა, ეს არის პავლე ინგოროყას მიერ დადგენილი, მთელი მე-20 საუკუნე და 21 საუკუნე ჩვენ ამ თარიღით აღვნიშნავთ შოთა რუსთაველის 750, 850 წლის თავსდაბადებიდან, მაგრამ პავლე ინგოროყას ამ თარიღში ყველა ეთანხმება გარდა იმისა თუ ვინ იყო შოთა რუსთაველი. ამიტომ ესეთი დაიბადა ადამიანი იყო თუ არა შოთა რუსთაველი საეჭვოა, მაგრამ იმ დღეს აღნიშნავენ. ვიცით რომ იმ დღეს აღნიშნავენ იმ დაბადების დღეს ჩვენები. მაგრამ არ ეთანხმებიან ის კაცი იყო. ასეთი რამ ხდება ჩვენს ისტორიოგრაფიაში. თამარის გაჩენის შემდეგ გადის 7 წელიწადი და დემნა მაშინ ცოცხალია კაცო.
აქ ძირითადი ხაზი ბაგრატიონებისა ბატონიშვილია ტახტის მემკვიდრე. ხო, ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრეა. როდესაც გიორგი მესამე გადაწყვიტავს რომ თამარი გახდეს მისი თანამეფე, თამარი 7 წლისაა, შოთა რუსთაველი 12 წლისაა, მაშინ მოხდება აჯანყება დემნასი, ორბელიანები აუჯანყდებიან, როგორც თქვი, შოთას დიდი პაპას აუჯანყდება გრიგოლ მეორე, ჩამოიყვანს დაღესტნელებს კავკასიიდან და დიდი შეტაკება მოხდება, მაგრამ გაიმარჯვებს გიორგი მესამე და მოკლავს პრაქტიკულად დემნას და რჩება ისე რომ ბაგრატიონთან მთელ ამ საგვარეულოში ძირითადშიც და გვერდით შტოშიც მარტო შოთა გაგრჩება პრეტენდენტად ესე გამოდის 12 წლის კი არის მაგრამ ის არის ყოველ შემთხვევაში გადაწყდება რომ ქალი გახდეს საქართველოს მეფე და აი აქ ჩვენ უკვე უახლოვდებით უკვე ვეფხისტყაოს ასას და ბატონ დავით სანამ გადავალთ უშუალოდ ვეფხისტყაოსაზე მე მაინტერესებს აი ეს ამხელა აჯანყება თამარის წინააღმდეგ მოყვება სწორედ იმას რომ ის არის ქალი და არ უნდათ რომ ქალს დაემორჩილონ ერისთავთერისთავები თუ არის სხვა რამ კიდევ მიზეზი ნუ იმიტომ რომ დემნა არის ლეგიტიმური ბატონიშვილი გიორგი მესამეს ჰქონდა თავის ძმასთან დავითთან დიდი შეტაკება და ბრძოლა. პრაქტიკულად მან ისიც კი მოკლა მაშინ თავის დროზე. იმიტომ რომ მათი მამა დემეტრე ტახტი დავითს ეკუთვნოდა. დავითს ეკუთვნოდა დავით აღმაშენებელი შვილი იყო დემეტრე გახსოვთ და დემეტრე მეფეს უფროსი შვილი დავითი იყო. მან ჩამოაცილა ტახტს მამამისი დემეტრეც 50-იან წლებში ხდება 6 თვე მოასწრო მეფობა, მაგრამ შემდეგ დემეტრე ცოცხალი იყო და გიორგი მესამემ ის პრაქტიკულად ნუ ფიზიკურად მოსპე შეიძლება ითქვას. ნუ როგორ მოკვდა ზუსტად ახლა არ არის ცნობილი მაგრამ თვალდათხრილი შეიძლება სეპსისითაც ამბობ. იმიტომ რომ ხო შემთხვევაში მამამ და შვილმა დემეტრემ და გიორგი მესამემ დავითი ჩამოაცილეს სამეფო ტახტს. მისი შპატარა შვილი დემნა უნდა გამختارიყო, როცა გაიზრდებოდა მეფე. მაგრამ იმდენად დიდი იყო მტრობა გიორგისა და ამ დავითს შორის, რომ ის სასტიკად წინააღმდეგ იყო, რომ დემნა გამختارიყო მეფე. აუცილებლად უნდა გკითხოთ თამარის და რუსუდანის შესახებ. გიორგი მესამეს ყავდა 2 ქალიშვილი. რუსუდანი იყო უფროსი და თამარი იყო უმცროსი. მაშინ რატომ დარჩა ტახტი თამარს? ეს კითხვა შეიძლება მაინც დაისვას, იმიტომ რომ რუსუდანი უფროს უმცროსობა ეგ კიდევ საკითხავია. აქ მამი და მისი სახელი ერქვა მართალია და ხა რუსუდანი პირველად ესე იგი თამარის მამი და რუსუდანის სახელი დაერქვა ალბათ უფროს დასაც, მაგრამ ეგ მაინც დასაზუსტებელია. ყოველ შემთხვევაში თამარზე გაკეთდა არჩევანი. ეს ესეთი არჩევანი გააკეთა. ლეგიტიმაცია იმდენად იყო ამ შემთხვევაში დარღვეული, რომ აქ უფროს უმცროსობას მამის გადაწყვეტილება იყო. თვითონ ქალის გამეფება იყო პირველი შემთხვევა, არა მარტო საქართველოში, მე მგონი მაშინდელ ევროპულ სოფლიოშიც კი, აზიაშიც და ყველგანაც. ყოველ შემთხვევაში მან თამარზე მიიღო გადაწყვეტილება. საინტერესოა, რომ გრიგოლ მეორეს სიკვდილით დასჯიან. აი შოთას პაპის, ასათ მეორის მამას გრიგოლს მეორეს დემნას აჯანყების გამო ჩამოამცრობენ, დაუტოვებენ მარტო გიშს და დღევანდელ საინგილოს რომ თქვათ ასეთნაირად და დასჯიან სიკვდილით მოკლედ რა. ბატონ დავით გავიგეთ, ეხლა გვაქვს რეკლამა 2 წუთი შევისვენოთ და დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო თხრობით. მადლობა. რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. ავერსში გულების აქციას საკვები დანამატებით შეუერთდა. დააგროვე გულები და მიიღე 20-დან 50%-მდე ფასდაკლება კოსმეტიკისა და ჰიგიენის, ბავშვთა მოვლის, კვების, საფენების რჩეულ ბრენდებსა და ახლა უკვე საინ ფარმას და ნატორმილის საკვებ დანამატებზე. დეველოპერული კომპანია ნიუ გრუპი გთავაზობთ ბინებს და კომერციულ ფართებს ქალაქის სხვადასხვა უბანში, როგორც მიმდინარე, ისე დასრულებულ პროექტებში. საბურთალოზე, ვაზის უბანში და დიღომში, ყველა ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. ჩვენთან არის 0%-იანი შიდა განვადება, 10%-იანი პირველადი შენატანი მიმდინარე პროექტებზე და თქვენზე მორგებული გადახდის პირობები ჩვენს პარტნიორ ბანკებთან. არ გადადო ხვალისთვის. დავიკავშირდით დღესვე ნომერზე 599-47-59-59. ასევე გადმოდით ჩვენს საიტზე www.newgroup.g და დაათვალიერე ყველა ბინა მარტივად. ჩვენი გაყიდვების ოფისი მდებარეობს ქალთარაძის ქუჩა ნომერი 60. ჩვენ ვაშერებთ მომავალს. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად.
ბატონ დავით განაგზავნოთ ჩვენს გადაცემას, როგორ ვითარდება მოვლენები ვეფხის ტყავსანში, მიყვება ეს ისტორიულ სინამდვილეს ჩვენ ვეფხის ტყავსნის ფაბულა, თუ არის კიდე განსხვავებული გამონაგონი პერსონაჟები, თუმცა იმდენად ცოცხალია ყველა პერსონაჟი, რომ სულ მგონია ხოლმე რომ კითხულობ ვეფხის ტყავსანს, რომ არ შეიძლება მათ ცხოვრებაში პროტოტიპი არ ყავდეთ. თვით დავარსაც კი დავარიყო და მეფისაქვრივე. თქვენ რუსუდანი ოღონდ თამარის და თამარს ყავდა მამი და რუსუდანი, რომელიც არის პროტოტიპი სწორედ დავარისა. თავისი ხასიათით, თავისი მზრუნველობით, თავის ძმისშვილზე, ანუ თამარზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ესტანდარეჯანზე უზომოდ განათლებული და ჩამოყვანილი ქაჯეთიდან და ეს ქაჯები არ გახლავთ როგორც ზოგს წარმოუდგენია, ხო? რქიანი და რაღაცა კლანჭებიანი ადამიანები, ესეა ძალიან განათლებული ადამიანები, ძალიან განათლებული სახელმწიფო, რომლიდანაც სწორედ აი ცოდნის მიღების კუთხით ჩამოყავს თავის და რომელმაც უნდა აღზარდოს 21 საუკუნის ენით რომ მოვიყვანოთ შედარება, ქაჯები ფლობენ ხელოვნურ ინტელექტს. კი ბატონო, ზუსტად. დანარჩენები წყალზე ცხოველების და ფლობენ კომპიუტერულ ტექნიკას. აი ესეთი შედარება ისინი ძალიან ზეაღმატებულები იყვნენ ამ თვალსაზრისით, თავისი გავითარებით და სოფლიოში აღიარებული, კი ბატონო, ქვეყანა. რა ხდება ვეფხის ტყავსანში? ისევე როგორც საქართველოში არის ბაგრატიონების ძირითადი შტო და თურმე არსებობს შოთა საგვარეულო გვერდითი შტო და ეს არის მეშვიდე სამეფო, რომელიც შეუერთდება საქართველოს 6 სამეფოს და გახდება უკვე 7 სამეფოდ განწესებული. ასეთი სურათი ჩვენ გვაქვს ზუსტად ვეფხის ტყავსანშიც. გვაქვს ინდოეთის სახელმწიფო, რომლის 6 სამეფოს ფლობს ფარსადანი, ესტანდარეჯანის მამა. ერთს კი ტარიელის მამა სარიდანი. ოღონდ იქ ასეთი საინტერესო მომენტია, რომ თვითონ დავით აღმაშენებელი ვით კი არ მიილტვის გაერთიანებისკენ ფარსადანი, არამედ მოულოდნელად სარიდანს გაუმჩნდება სურვილი. მოდი შეუერთდები სარიდანი არის ყოველი საოცარი თვისებებით შემკული მეფე, რომელსაც მოსწყინდაო, ნადირობა და ხალვაო და თავის ხელით მოიხსნის გვირგვინს და გადასცემს ფარსადანს. და ფარსადანი არის ძალზე გახარებული, მოიყვას თავის ტახტზე დასვამს თანამეფეთ მას და მისცემს თავარსარდლობას ინდოეთის. ხო, თანამეფეა, ოღონდ ვეფხის ტყავსანში ეს ნათქვამია, რომ მას კეისარობა აღარ გააჩნია, ანუ მეფე აღარ არისო. კი ბატონო. თუმცა თავის მამული დარჩა. მამული დარჩა, ერისთავია, მიანიჭა მას ვაზირობაც, ის გახდა ამირბარი, ანუ ადმირალი და ჩემნაირი ამირბარი არავის არ ყავს სოფლიოში, ფარსადანი. მეორე კაცია შეიძლება ითქვას. ოღონდ ამ მოწყენილობას ალბათ ეს უკვე ჩვენ ახლა უნდა ვიმარჩიელოთ და აქ უნდა ჩვენ გამოვიყენოთ ბატონი ლევან გიგინეიშვილის ძალიან საინტერესო სტატია. ეხლა მე მისგან მომყავს პატარა ციტატა. ამას შეიძლება ქონოდა თავისი პატარა სახელმწიფოებრივი ინტრიგა. შეერთება სარიდანისა ფარსადანთან, ერთი სამეფოსი 6 სამეფოსთან ხდება ტარიელის დაბადებამდე. ოღონდ ეს არ ჩანს ვეფხის ტყავსანში სარიდანის მეუღლე ფემღზიმედ უკვე არის თუ ჯერ არ არის. ალბათ კაცო, მე 5 წლისა ვიყავ დაორსულდა დედოფალი. ეს შემდეგ ხდება. შეერთების პროცესი ხდება ტარიელის დაბადებამდე. საინტერესო ეს არის და საიდან ასკვნეთ ამას? ბატონი ლევანი საიდან ასკვნეს? ლევანი ასკვნეს ვეფხის ტყავსანიდან და სწორად ასკვნეს სხვათა შორის ამ ჩემ პირველ ტომში ლევანის სტატია შედის სხვათა შორის რომ უწოდეთ და ნახეთ რა ხდება. აქ შეიძლება არის ზუსტად პოლიტიკური ინტრიგა ჩაფენილი, რომ ალბათ უკვე იცის რომ მათ შვილი გაუმჩნდებათ სარიდანს თავის მეუღლესთან, ეს არ იცის ფარსადანმა, იცის სარიდანმა რომ ფარსადან შვილი არ ყავს, არც ქალი და არც ვაჟი, ამიტომ ის უკვე სავარაუდოდ მოსალოდნელიც არ არის თავის საგვარეულოსთან ერთად ერთიანდება, რომ ვინისობა და ასე წავიდეს რომ იცი შეეძინოს და მას არავის ფარსადანს არავინ არ შეეძინოს, იქნებდა სარიდანის შთამომავლობა, გახდეს კიდეც ინდოეთის მეფე. ეს რა თქმა უნდა რატომაც არ კულისებს მიღმა ფიქრებია ამ შემთხვევაში ჩვენ ამას ისტორიულ დოკუმენტად არ ვიყენებთ, მაგრამ მაინც უახლოვდებით რეალობას საქართველოსი და ვეფხის ტყავსნის სიუჟეტს. საქართველოს გაერთიანების ისტორია. გაერთიანდებიან. დაიბადება ტარიელი. მე მკვიდრ. ახლა მოულოდნელი სიხარულია, ვინც ის ვისთვის, მაგრამ ფარსადანმა ახან მას ჯერ კიდევ შვილი არ აყავს, გადაწყვიტა რომ დაიწყო მისი აღზრდა. ჯერ ასეთი ჩანაწერი აქვს ფარსადანი ამბობს მეფედ გავზრდი თვით ჩემივე გვარი არსა. კი ბატონო. ეს ბაგრატიონების სურათიც უნდა გავიხსენოთ ამ დროს რომ
ბაგრატიონების ერთადი შტო და შოთას საგვარეულო გვერდითი შტო არის ბაგრატიონებისა. იგივე ხდება აქ ვეფხისტყაოსანში. წამოიყვან ახალდაბადებული თავისთან ერთ წლამდე ვთქვათ ასე ვთქვათ, ტარიელი და დაიწყო ამ ბავშვმა სამეფო კარზე გაზრდა. აი თქვენ რაც ბრძანეთ 5 წლისაო, 5 წლის რომ გახდება შეეძინება ნესტან დარეჯანი შობა ქალი თქვა, ხო, ტარიელი. ქალი შობა და რა ქალი? მზე და ვარსკვლავები დაეფინენ მის. ერთად იზრდებიან ტარიელი და ნესტან დარეჯანი. ტარიელი 12 წლის არის და ნესტან დარეჯანი 7 წლისა, ოდესაც გადაწყვიტავს ფარსადანი რომ ცალკე კოშკის აგება. ქალი გახდება მეფე და ტარიელს დააბრუნებს მამამისთან, იმიტომ რომ გეგმა შეცვალა. თუმცა არ ჩანს რომ ამასთან აბრუნებს, საიდან ჩანს ეს? ტექსტიდან არ ჩანს, იმიტომ რომ მეო დღისით ვიყავი მეფესთანო, მაგრამ ღამითაც კი არ მიშვებდა მეფეო, ისე უყვარდა იმასო. ეს ხდებოდა უკვე როცა გაიზრდება. ტარიელი, ოდესაც უკვე ის ჩაიბარებს ვაზირობას და უყვარდა მასთან ყველაფრის კეთება ერთად. ეს ის მომენტია. მე ჯერ ვლაპარაკობ 12 წლის ტარიელზე. მაგრამ სად ჩანს რომ 12 წლის აი ნახეთ ასამობს ტარიელი. აბრუნებენ უკან. თქვენ ყველაფერი იცით, მე ვიცი. მოსმენელებს არ ეგონოთ რომ შესანიშნავი კითხვებია და მე ვალდებული ვარ რომ თქვენ დაგიჯეროთ და პასუხი გავსე ამ შემთხვევაში. მეფე ქალსა ვითხედვი და მეფობისა ქმნისა წთომსა. ამბობს ტარიელი რომ როგორც კი დაინახავ რომ ისეთი შვილი ეზრდება ნესტან დარეჯანიო რომ მეფობასაც კი შეწოდებაო. ეს 7 წლის არის ჯერ ნესტან დარეჯანი. იმავე სტროფშია მამასავე ხელსა მიმცესო. ანუ მამასთან დამაბრუნაო. გადასცა სარიდანს ისევ ეს თავისი ეს ალბათ ძალიან დიდი დასანანი ამბავია, თვით სარიდანისთვისაც, ალბათ პატარა ტარიელისთვისაც, რომელსაც უკვე სარიდანი ისევ მოწყედილობაში გადავარდება, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ და სასაკვირველია. შემდეგ რა თქმა უნდა უკვე სარიდანიც გარდაიცვლება იმ მომენტამდე, ვიდრე ჩვენ ახლა მივუახლოვდებით ამ ვეფხისტყაოსნის ვითარების შემდგომ განვითარებას. გარდაიცვლება სარიდანი. მოიყვანს და ამირს პასალარობას ჩააბარებს ტარიელს. 16 წლის ბიჭია. ძალიან დიდი 15-ის. ძალიან მეგრო 15 წლის ადამიანს მთელი ინდოეთის აი ეს 7 სამეფოს ამირს პასალარობას აბარებს. იმდენად დიდი იყო აი სარიდანის გადაწყვეტილება შეერთებისა, რომ მას საგვარეულოდ მიეკუთვნა კიდეც მამამისის ამირბარობა და ასევე ამირს პასალარობას. ის გახდა როგორც ადმირალი, ასევე სახმელეთო ჯარების მთავარსარდალიც. და აქ ის მომენტია საინტერესო, რომ 7 წლიანი სხვაობა, რომელიც არის ტარიელსა და ნესტან დარეჯანს შორის, ზუსტად 5 წლიანი სხვაობა გასავათ. 5 წლიანი სხვაობა არის. პრინციპში 6 წლიანი, იმიტომ რომ 5 წლის რომ მე გავხდიო, დაორსულდა დედოფალიო და ალბათ 9 თვე კიდე ივარაუდება, ხო? აი ეს პერიოდია სხვაობა შოთას და თამარ შორის. შოთა დაიბადება 1166 წელს, ეს დადგენილი აქვს პავლენგო როყვას და 1171-ში, 72-ში, აი 5-6 წელიო ვთქვათ, დაიბადება უკვე თამარიც. თამარიც გახდება 7 წლის 1178-ში, აი დემნას აჯანყება რომ მოყვება შემდეგ, ოდესაც გადაწყვიტა მამამისმა გიორგი მესამემ რომ თამარი გახდეს თანამეფეო და შემდეგ ის მეფე იქნება საქართველოსიო. ზუსტად ვითარდება მოვლენები ვეფხისტყაოსანშიც წლების და მიხედვითაც კი. ვითარება ასეთია, რომ ვინაიდან ერთად იზრდებოდნენ. ტარიელი და ნესტან დარეჯანი და ბავშვებიდან ერთმანეთს იცნობდნენ. შემდეგ როგორც ამირს პასალარიო დაბრუნდება და დაინახავს უკვე დაქალებულს, მშვენიერს, შესანიშნავს გონებიც, თან დაინახავს რომ ფარდაკს აზიდა, ხო, გარესკება ფარდაგულსა, ხო. თან დაინახავს ადამიანს, რომელსაც ხასიათი ასევე აქვს ჯიქისა, ვეფხვისა, ვეფხისტყაოსანი ტყუილა არ ქვია. ესე იგი, წავით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ გამეხებული. ეს საუკეთესო სტრიქონია ვეფხისტყაოსანი და რომელიც აღაფრთოვინებს ნებისმიერს რა. კი ბატონო. ქვეწვავით პირ გამეხებული. ნაპრალსა ვეფხი პირ გამეხებული და მეც როცა ვეფხისტყაოსს დახოცავს და ავთანდილე ეკითხება რატო დახოცა ესენიო ჩემი შეყვარებული გამახსენდა რომელიც აგრეთვე ვეფხდა კი ბატონო იმიტომ რომ კოცნა და არა კოცნა ვეფხვა აბა კაცო ტყავის შემოიხვია აბა მასე იმდენად უყვარდა მას ნესტან დარეჯანი ტარიელს ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით რომ ასევე ბავშვობაში იზრდებოდა შოთა რუსთაველი გიორგი მესამესთან და მერე დაიბადა ეს რა თქმა უნდა არ არის ცნობილი ეს თეორიულ დონეზე შეიძლება ივარაუდო სავარაუდოდ ესე არ იყო ყოველ შემთხვევაში
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიყვარული ტარიელის ანასტანდარეჯანის მიმართ იმდენად არის ლექსად გადმოცემული, რომ სიყვარულის გარეშე შოთასი თამარის მიმართ ამ სიყვარულის გარეშე ის ასეთ პოემას ვერ დაწერდა. შეუძლებელია რომ ეს გადმოსცე სოფლიოში კაცობრიობის მთელი ისტორია რომ აიღო საუკეთესო ლექსად რა. ასე რომ ეს უკვე შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ რომ ალბათ ზუსტად ისევე უყვარდა როგორც ტარიელს ანასტანდარეჯანი. ძალიან კარგი ლეგენდაა, ხო? ძალიან, იმიტომ რომ მისი სახელი შეფარვით ქვემორე მithქვამს მიქიაო, თქვა შოთა რუსთაველმა, ანუ ჩემი მიჯნური სახელი ქვემორე მithქვამს მიქია და თქვენ ამოიწერეთო, ამოიცანეთ ვინაა ეს ჩემი შეყვარება. რა თქმა უნდა, დიდი ველია კითხვებისა, რომელიც ვეფხისტყაოსანი გააჩენს მკითხველის გონებაში. ჩვენ მაინც მივყვებით ამ შემთხვევაში უკვე მხატვრულ სიუჟეტს და ეს პირდაპირ არაფერ არ შეიძლება რომ გადავიტანოთ რეალურ ცხოვრებაში, რომელიც საქართველოში იყო, მაგრამ ანარეკლი ჩანს. სხვაობა ასაკებს შორის იქ ორი საგვარეულო, სამეფო საგვარეულო, 6 სამეფო და კიდე მე-7 რო შეუერთდება, ეს ყველაფერი იდენტურია ერთი მეორესთან. იგივე დავარი და რუსუდანი, იგივე ხვარაზმშა და გიორგი რუსი, რომელსაც ასევე გააძევებენ, ოღონდ ხვარაზმშას მოკლეს. ისე გააძევებენ კი არა და სიცოცხლის გაყრია. ნესტანდარეჯანმა სხვათა შორის, აქ მაშინ ერთი-ორი ინტრიგას გავიხსენოთ, რა. ნესტანდარეჯანი მართლაც ვებხვია, გაცუდა ჯიქია, იმიტომ რომ ისანის მოგონილია მთელი ეს ამბავი, როგორ დაჯდეს ტახტზე და როგორ დაისვას გვერდით მიჯნური. აბა კაცო, და ჯერ ხო რამაზი ჩამოუყალინა, ისე შეუნთო ცეცხლი ტარიელს, რომ წადიო ისენიო, ესე და ესე იქცევიანო, ისე რომ ფარსადან სალს გაუგია. და თან წინა დღეს, როცა უნდა მოსულიყო, ისაკ რომ კიდე ერთხელ დაიბარა და უთხრა, ხო გახსოვს შენი მოვალეობა და ტარიელი ძალიან გაბრაზდება ამაზე, კარგი ეს უკვე ხვარაზმსა შემთხვევაში. და პირველად მანამდე რამაზის დასაპყრობად გაუშვა. ეს ჩავიდა ტარიელი, რამაზის ხატაეთი ხო დაიპყრო, რამაზე ჩამოიყვანა, ჩააბარა ფარსადანს. პოპი ყოველი ჩვენი სახარაჯონია, მათგან ჯაური ჩვენზე და ჩვენ გით არ დასათმონია, ხო? ფარსადან მარიცოდა რომ ეს წავიდა ეგ საუბრად, კაცო. გაოცებული დარჩა იმ მართლა ჯიქი და ვეფხი ყოფილა ნესტანდარეჯანი. ეს პირველი შემთხვევა და მეორე უკვე ხვარაზმზე რო შემოდის, რას თქვენ ბრძანეთ ახლა ზუსტად ერთხელ ხო უთხრა, რომ დაინახა რომ მაინც საქმე ის არ მიდიოდა, დაიბარა შენ რაღაც ისე არ იქცევიო. გაგიჟდა შენ ტარიელი. რაც გააკეთა კი გააკეთა. რაკალის საქმეა ომიო, თქვა, გამოიჯახუნა კარი და წავიდა და უმოწყალოთ მოკლა. უმოწყალოთ თავი ბოთსა შეუტაკა და მოკლედ ასე დამთავრდა მისი სიცოცხლე. ცოტა მეწოდება ხოლმე. ეხლა ჩვენ რომ საუბრობთ, რომ ახსენდება თავი ბოთსა შეუჯახაო. არ თქვა წარმოიდგეთ, ძალიან ხშირად მიფიქრია. კაცი, რომელსაც გაუგზავნეს შუამავალი დიდი სიყვარულით მოიწვიეს ინდოეთის ტახტზე, ჩააბარეს ამხელა სახელმწიფო ყოველ შემთხვევაში აბარებენ და ულამაზესი ქალი მსოფლიოში და წამოგორებული ადამიანი რაღაცა თავისთვის და არც კი ფიქრობს ამ საშინელ ტრაგიკულ აღსასრულზე და უცბად აი ასეთი უბედურება მოსდის მას. ალბათ გიორგი რუსთან პარალელია რა. არ პარალელი არის ზუსტად, იმიტომ რომ ისეთი უზნეო იყო ის ხვარაზმშა, როგორი უზნეობა შემოგვინახა ქართლის ცხოვრებამ გიორგი რუსთან მიმართებაში. უზნეობაშიც იყვანა ერთი მეორეს. მაგრამ საიდან ჩანს რომ უზნეოა ხვარაზმშა? ჩვენ არაფერი ვიცით მის შესახებ, გარდა იმისა, რომ ჩამოვიდა სასიძოდ. ეს რომელი გიორგი რუსი? თუ ხვარაზმშა? ხვარაზმშა სასიძო. ხვარაზმშას აი როცა კარავში შეუვარდება ეშვენტარიელი, ისეთი არეულობა იყო იქ და ისეთი აგონია მიდიოდა. ისე ერთობოდა ეს ხორცილი სინაღამეს. ჩვენ შეგვიძლია რომ ვივარაუდოთ. ჩვენ რა თქმა უნდა ვარაუდობთ ახლა სხვა არაფერი არ შეგვიძლია, რომ როგორც მეომარი კი არ მოკლა. უღირსად, იმიტომ რომ ეძინა და ძილში მოკლა. უღირსად მოკლა, ისეთი არეულობა დახვდა იქ. არც კი ღირსათაც არ ჩათვალა, რომ ხმალში გამოიწვია. ასე რომ უზნეობა გამოშვივის, ისიც ვარაუდის დონეზე რა თქმა უნდა, აქ პირდაპირ ასე არ წერია, არც ვეფხისტყაოსანში. და აქ იქაც მითითება ქართლის ცხოვრებაში გიორგი რუსზე. ჩვენ რა შეგვიძლია ახლა ამ მოთხრობით როგორ მიდის, კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ ჩავაქარაბაგე როგორია, ხო? რატო იყო ეს კარვის კალთა ესეთი ჩახლართულია რა? მომავალ მეფეს ეკუთვნოდა და კიდევ იქაური პრინცი იყო, რომელიც იქიდან გამოაძევეს სხვათა შორის, როგორც გიორგი რუსი იყო გამოძევებული რუსეთიდან, ის ხვარაზმშაც მასა გამოაგდეს თავისი სახელმწიფო შოვნა გადაწყვიტა. ხო, სახელმწიფო შოვნა კი არა, მოშორება გაეხარდა მამამის, რომ ეს მომაშოროს თავიდანო. აი საიდან ჩანს უზნეობა. გაეხარდა რომ ფარსადანმა შეატყო
ეტყობინა რომ შენი შვილი მინდა სიზეთო. ეს იყო ისტორია უზნეობისა. ძალიან საინტერესო. ქალბატონოია, ჩვენ რა შეგვიძლია რომ ვთქვათ? რა თქმა უნდა, ვიფრთხის ტყავისანი ეს არ არის ისტორიული წყარო, მაგრამ ანარეკლი ნამდვილად ჩანს. მთავარი ხაზები რა არის? ინდოეთი არის 7 სამეფო. 6 ფარსადანისა, 1 სარიდანისა, მშვიდობიანად შეუერთდება სარიდანი ფარსადანს თავისი გადაწყვეტილებით. საქართველო ასევე 7 სამეფოა. 6 სამეფო, რომელსაც ფლობდა უკვე დავით აღმაშენებელი, რომ დაიმორჩილა, აი მე-7 მათ თავისინებით შეუერთდებიან. ისინი დავით აღმაშენებლებს არ შეებრძოლებიან. ამიტომაც დარჩება შოთას პაპის პაპა, ის ასად პირველი ვინც არის გრიგოლის ძე, დარჩება სწორედ იმ გიშის დღევანდელი საინგილო რომ ქვია, იმ ჰერეთის ფლობელად და პატრიციულ ფლობელად, იმიტომ რომ მას ასევე ვეზირობასაც მიენიჭებს დავით აღმაშენებელი. ეს პირდაპირ არ ჩანს, ესეც სავარაუდოა, მაგრამ ვეფხის ტყავისანში თვითონ ავტორი იმეორებს ტარიელის გზას. იმეორებს, ოღონდ ეს პირდაპირ არ უნდა განვიხილოთ და გავიგოთ, მაგრამ მისი განცდა სიყვარული ერთია, მაგრამ ლეგიტიმური უფლება შოთასი დემნას გარდაცვალების შემდეგ. ბაგრატიონებიდან მხოლოდ გვერდიდი შტოყა დარჩა, სადაც მამაკაცი ცოცხალი არის და არსებობს. მთავარ ხაზში მამაკაცები აღარ არიან, დემნა იყო უკანასკნელი და მას ლეგიტიმურად ამბობს ტარიელი, ხო, ყველა გაწყდაო და ერთა შენ დაგჩომია. ხო, შენ დაგჩომია, ხო. ჩვენ ამასაც წავიკითხავთ როგორ ეუნევა, ახლა დასვა ინდოეთს მივადგებით. თქვენ ზოგადად გახსოვთ, მე არ მახსოვს, უნდა წავიკითხო თქვენი ნებართვით. ოღონდ რას ვიტყვი ნახეთ? ტარიელს ოდესაც ასაც თქვენ ბრძანებთ რომ ესეც ნესტანმა უთხრა თვითონ კი არ მოუფიქრებია გასო ნესტანის გეგმა ნესტანი გეგმა აი რაც უთხრა იმიტომ რომ თვითონ არის ისეთი დაბნეული რომ მას ვერ წარმოუდგენია როგორ შეიძლება ის მოდის მტირალი იმ გადაწყვეტილებიდან როცა მეფემ და დედოფალმა გადაწყვეტეს რომ ხვარასფშა მოეყვანა ციცე ისეთი დაბნეული მოდის ერთი სული აქ რო თავის აძინებელ ოთახში შევიდეს და იტიროს და ამასობაში ხვდება ნესტან დარეჯანის წერილი რომ ის დაბარებულია კოშკში ნესტან დარეჯანს ყველაფერი უკვე მოფიქრებული აქვს და ნესტანის გეგმის მიხედვით რატო დაეთანხმე მამა ჩემს რატო არ შეეწინააღმდეგეო კი ბატონო წადი და მოკალი ის კაცი და ადგა და მუსაფზე დადო ხელი ანუ ყურაზე დადო ხელი ნუ ასეთი რამე არ არის არსად რომ შევასრულებო ყურანზე ხელს დასაფიცებლად არავინ არ დებს მუსლიმანურ არც შიიტურში და არც სუნიტურ სამყაროში ხო ეს არის ზუსტად აი ხელის დადება ქრისტიანის ბიბლიაზე რა თქმა უნდა ეს ქართული ნაწარმოებია სპარსული არ არის თქვენიცაც დაიწყეთ ეს გადაცემა ნამდვილად ქართულია და ეს შესანიშნავი მომენტი აღნიშნეთ რომ ხელის დადება განსაზღვრავს მის სწორედ რომ არამუსულმანურ წარმომავლობას ამ პოემისა და ეს ზუსტად რომ ქრისტიანულია და ზუსტად საინტერესო რა არის იცით ბატონ დავით რომ იწება ზუსტად აი 7 სტროფში სადაც ნესტან დარეჯანი არის ისეთი გაგიჟებული და აბრალებს მას ღალატს და 7 სტროფში როდესაც ტარიელი უხსნის მას რომ ეს არ არის დამნაშავე და მეფეს და დედოფალს ჰქონდათ უკვე ეს განზრახულობა რომ მისთვის ხვარასფშა მოეყვანათ მეფეთ არ დავიჯერებ მე შენს ღალატსა ორგულობასა უნდა პირდაპირ ნესტან დარეჯანი ეს იყო გამოცდა რომელიც ტარიელმა გაიარა გაიარა, ოღონდ ვაღმოჩნდები ვეფხთან, მოგიწევს რომ გაიარო, თორემ ნაიდან მე ტარიელი არ აპირებდა ასე გავლას. თუმცა ტარიელის ლომი იყო. ტარიელის ლომი იყო და რომ დაავალა ნესტან დარეჯანმა უკვე მოკლა ხვარაზმშა, ფარსადანის წინ დგას და ფარსადანი ეუბნება, ჩემი ხალი თუ გინდოდაო, გასო? ვერ მიხარიო. ხალი გინდოდა რა და არა შემატყობინეო, ხო? იმანაც მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე იმანაც მოიტყუილა ფარსადანმა. ძალიან კარგად იცოდა. ამათი სიყვარული. სწორედ ამიტომ აქეთ რა თქვა, ვიცი, მეტად კარგად შემიგნია მას უყვარდა ჩემი ქალიო, ხო? და რა ნახენა თქვათიო. სისხლი მოძდიოდა თვალებიდან ისე და არ შეხედვა ვერ დათმიანო. ანუ უყურებდნენ ერთმანეთს და როდის უყურებდნენ თუ გახსოვთ, ხო? როდესაც ჩამოდის ხატაეთის ბრძოლიდან ტარიელი გამარჯვებული საოცარი. პირისპირ დასვავს და აკვირდება ერთმანეთს როგორ უყურებენ ამათმა ვეღარ დამალეს სიყვარული, სწორედ ამაში. თვალი ვერ მოაშორეს ერთმანეთს. აბაგასო და სწორედ ამის მერე გადაწყვიტა ის უნდა ჩამოვიყვანო ხვარაზმშაო, მეო ტარიელი არ მინდა აქ მეფეთო. კი ბატონო. რაც ხდება საქართველოში ალბათ. ახლა მე მაინც სტროფს დავიკითხავ, რომელიც თქვენსავით არ ვიცი ზეპირად და მომენტია, როდესაც ხვარაზმშა მოკლა ტარიელმა, დგას ფარსადანთან, ფარსადანი ეუბნება, თვალთ მაგსურად რომ ვერ მითხარიო, თუ გინდოდაო ეს რა და რა შემატყობინეო. ხო, რა და შემატყობინეო და ტარიელი ეუბნება ფარსადანს.
ამ მონაჭერია ხა მთლიანი სტროფები არ არის. შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე ინდოეთი ჩემი არის არ ვისმივცემ ჩემგან კიდევ. მანამდე რასეუნება მანდაცმევა. ერთი მე ვარ მემკვიდრე, წინაშე თქვენ სამდგომია. სამართლად ტახტი უჩემოთ არ ვისად მისახდომია. ღმერთმა არ მოგცა ყმაშვილი გიზის ერთა იქალია სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს. მერტყას მე ჩემი ხმალიაო? ესე იგი მე კუთვნილ მეფობა. არ დავთმო. და შენ უფლება არა გაქვს რომ სხვა ჩამოიყვანო აქ მეფეთო. ეხლა ასაც თქვენ ბრძანეთ. ამ სტროფთანაც მივალ. მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენი საქალისა ვითომ არ უყვარს. აბა ესეც ნესტანის. ეხლა თქვენ იმას გავიმეორებ. კი ბატონო. შენი ხალი არად მინდა გაათხოვე გამარიდეო. აი ეს ინტრიგა, ჩახლართული, ფსიქოლოგიურ, სამეფო ლეგიტიმური. მოკლედ, პირდაპირ რომ იმეორებს ბევრ რამეს ალბათ რეალური ცხოვრებიდანაც. ჩვენ შეგვიძლია ასე დავასრულოთ ალბათ. უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ გვეუბნებიან რომ ჩვენი დრო დიდი ხანი ამოიწურა და ეხლა საინფორმაციო გამოშვება არის. მე ასე გემშვიდობებით საღამოს გექნება ძალიან საინტერესო გადაცემა, მათ შორის ჩართვა ამერიკიდან, რა ხდება ამერიკაში, ამერიკელი მოქალაქის თვალით დანახული, გარდა ამისა გიორგი ვაშაკიძე გენერალი და ეკონომიკურ სამხედრო თვალსაზრისით გავიხილავთ სოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ბატონ ნოდარ კაპანაძე და გიორგი ვაშაკიძე იქნებიან ძირითადი სტუმრები. მე ასე გემშვიდობებით საღამომდე და ბატონ დავითს დაველოდებით ოთხშაბათს.